საკუთარ უწყებებში ახალი მინისტრები მთელი დღის განმავლობაში მივიდნენ ტოლთა და განსახლების მინისტრის დავით არახველიძის თქმით, მას უწყებაში რთული სამუშაო ხდება, მისთვის კი პრიორიტეტული საკითხი დევნილების დაცვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პირველ რიგში ტექნიკური დეტალების მოგვარებას გეგმავს. მას ასევე შეხვედრა აქვს დაგეგმილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი ტარიფების საკითხზე მუშაობა, მისი თქმით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები ენერგო და გაზის კომპანიებთან დაიწყება. როდესმე ობიექტში შეჭრილი არიან დევნილები, მეორე კატეგორია დევნილებს რიგით და კანონით ეკუთვნოდათ ეს ფართები. ეს პრობლემა მოსაგვარებელი იქნება მეტნაკლებად მტკივნეულოდ და მეტნაკლებად თითოეული დევნილის უფლებების და ღირსების დაცვით. ამასთან ერთად არის ზამთრის პრობლემა იწყება, უამრავი პრობლემები. ბანკის წარმომადგენლებთანაც გვაქვს შეხვედრა, სადაც იქნება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობა და ასე ვთქვათ, ტექნიკური საკითხების მოგვარების და დალაგების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. პირველივე დღეებიდან მე დავიწყებ მოლაპარაკებებს ყველა იმ კომპანიასთან, ვისაც ეს ეხება. ეს იქნება ენერგოსფეროში, გაზის სფეროში, ნავთობის სფეროში. ჩვენ ვიცით, ნამდვილად შესაძლებელია ფასების დაკლება. გავარკვევთ რამდენია მარჟა, თუ რამდენად შეიძლება ფასების დაკლება.